გადაცემას დავიწყებ სამძიმრით. გარდაიცვალა ჩვენი, ეთჰოკის ახლო მეგობარი და ძალიან მაგარი ადამიანი ლაშა ბასლანძე. უსამძიმრებ მის ოჯახს, მეუღლეს, შვილებს, დედას, მეგობრებს, თანამებრძოლებს და მთელ საქართველოს. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ასევე იმიტომ, რომ ლაშას გარდაცვალებამ საერთოდ გამოაშკარავა ეს უსამშობლო ლიბერალები. ამ ჭინკების რეალური სახე. ეს უსულო ლიბერალი ჭინკები ლაშაზე წერდნენ სალანძღავს სიტყვებს გარდაცვალების შემდეგ, იმიტომ რომ ქოცი იყო. სიტყვები ზედმეტია, მათ კარმა აუცილებლად მოუტრიალდებათ. ჩვენ მეტი ჰიგიენა გვმართებს ამ ბინძურ კოლექტიურ თათია აფრაიმაშვილებზე და ნენსი ვოლანტებზე. არც უნდა გავისვაროთ ხელი. უბრალოდ პოლიტიკურ კონტექსტში რომ გადმოვიტანოთ, ნახეთ რა სხვაობაა ჩვენსა და მათ შორის. ადრე თუ გახსოვთ რეზო ამაშუკელი რომ გარდაიცვალა, ეს უსისხლოები წერდნენ ძაღლი მიაკვდაო. ხოლო ნაცების მწამებლების პირველი ნომერი ბუბაკი კაბიძე რომ გარდაიცვალა, არც ერთ ქოთს სამძიმრის გარდა არაფერი უთქვამს. ან ნიკარურუა რომ გარდაიცვალა. არა და რამდენი ხალხი ყავდა გამწარებული, ხო? მაგრამ ლაშას შემთხვევა კიდევ უფრო სენსიტიურია. ის არც პოლიტიკოსი იყო, არც აქტივისტი. ის იყო პროდიუსერი, ბიზნესმენი და ქართული ოცნების მხარდამჭერი. ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ადამიანი. მისი ლანძღვარო აზრად მოგივათ, არგუმენტირებულად ხსნით და ასე შემდეგ. ფუნდამენტალიზმი და რადიკალიზმი სხვა კი არაფერია. მანიაკები ხართ. ჩვენი საზოგადოების ყველაზე ფსკერი ფენა ხართ და მაგიტომაც მიიწევთ ისტორიის სანაგვეზე. მოკლედ, ქართული ლიბერალური აქტივიზმი მსოფლიოში გამორჩეულია თავისი ვულგარულობით, გოიმობით და ბოროტებით. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, პარტიების აკრძალვაზე. როგორც ბიძინა ივანიშვილი დაპირდა ხალხს და როგორც ხალხი ელოდა ამდენ ხანს, იკრძალება ნაციონალური მოძრაობა, ახალი და ლელო. როგორც პარტიები, ასევე ფიგურანტები. მოკლედ, დენაციფიკაცია იწყება. რაც მოხდა გერმანიაში ნაცისტების აკრძალვაზე. გარდა შემსრულებლებისა, უამრავი პროპაგანდისტი და ცნობილი საჯარო მხარდამჭერის სახლში დასვეს დენაციფიკაციის პროცესის დროს. ამას დამატებული შეიქმნა ფილმები, ფერწერული ტილოები, მხატვრული ლიტერატურა, აკადემიური ნაშრომები თუ რა ბოროტება იყო ნაციზმი. ასევე უამრავი მუზეუმი. ეს იმისთვის, რომ წარსული წარსულად არ დარჩენილიყო და ყოველდღე ყოფილიყო შეხსენება იმისა, თუ რა ბოროტება იყო ნაციზმი. ესაა ევროპული და დასავლური მიდგომა. ამას ითხოვს ქართველი ხალხიც, რომ რეჟიმს ეწოდოს რეჟიმი. სახელდება მნიშვნელოვანი რამაა, როგორც მედიცინაში, ჯერ დიაგნოზი უნდა დასვა, რომ მკურნალობა დაიწყო. ასეა პოლიტიკაშიც, ჯერ სახელი უნდა დავარქვათ ნაცებს. დღეს ამით გემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ კვირას, ყვავეთ ჰოგზე.